უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. რევაზ ციკლაური დონეცკის მახლობლად ქალაქ აბევგაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა. შენობა, სადაც ის იმყოფებოდა, ჭურვი დაეცა. ქართველი ჯარისკაცი თელავის რაიონის სოფელ აფანყურიდან იყო. ბოლო 13 წელი კი უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ციკლაური საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა და 91 სადესანტო მოიერიშე ბატალიონის წევრი იყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, რევაზ ციკლაურს უკრაინაში 4 შაბათს დაკრძალავენ. ჩვენ ამის პირველ 2 საათზე გავიგეთ აბა და იმის შემდეგ ესე ნაწყვეტ ინფორმაცია გვეცი. როგორც ვიცით, იმ შენობას ჭურვი დასცემია. ეთყობა იქ სხვებიც არიან, რომ ეს ამოცნობა ჭირდა, დანაწევრებულია. დილით ჭურვი დაეცა იმათ სამყოფელს და ძალიან ბევრი ბიჭები ისეთი დაფლეთილი არისო, რომ უნდა ისაქნან ექსპერტიზა გაუკეთონ, რეზო გვამი გამოიცნონ, რომ როცა გადაასვენებენ, სამშაბათს უნდა გადაასვენონ და 4 შაბათს არის დაკრძალვა იქ.